მოგესალმებით, დღეს პარასკევია და პალიტრატივის ეთერშია ძალიან მხიარული გასართობი შოუ მიმივხვდი. Რა თქმა უნდა, დღეს ისევე როგორც ყოველთვის ერთმანეთს დაუპირისპირდება სამი წყვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მთელი ენერგიითა და აზარტით ჩაერთვებიან თამაში და ძალიან კარგადაც გაართმევენ თავს ჩვენს დავალებებს. და მოდით გავისნოთ ჩვენი დღევანდელი მოთამაშეები და ვნახოთ ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს. თქვენ კი ძვირფასო მაყურებლებო გირჩევთ, რომ არჩიოთ თქვენი ფავორიტი წყვილი და უგულშემატკივროთ მათ თამაშის ბოლომდე. მაშასე დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ მაკა ზამბახიძის და ბაჩო სანავას წყვილი. დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან. მათ კონკურენციას გიორგი ოსაფაშვილი და ქეთი კიტიაშვილი გაუწევენ, ასევე დიდი მადლობა. და ჩვენი მესამე წყვილი ფატონა ბუშიჰედი და ნინო ნადირაძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს. წარმატებებს გისურვებთ ყველა წვილს. დავიწყოთ მოდი თამაში პირველი ტურით და პირველ ტურში თქვენ გაქვთ 2 წუთი, თითო სწორი პასუხი იქნება თითო ქულა და რაც მეტ სიტყვას ახსნით, მით მეტი ქულა თქვენ. მაკა თქვენ იქნებით პირველი წყვილი და ბაჩო დაიწყებს ახსნა. თუ მზად ხართ, წამზომი ჩაირთო, დაიწყო. ძალიან ლამაზი, ქერათმიანი, აი ესეთი ტანით, მსახიობი. ქართველი. ამერიკელი, ჰოლივუდის. ქერა რამდენი. ძალიან ლამაზი. ჯაში მერლინ მონრო. კი ბატონო, აბა გავაგზავნე. ექსე მითხარი, ქერა ძაბერია. დავიბენი. ანუ შეგიძლია რა შეიძლება მარტო. მომღერალი, ძალიან ლამაზი, ესეთი დიდი საჯდომით. ის მომღერალი? ბიონსე? ჯენიფერ ლოპესი. გავაგზელეთ. ნუხტუნაო ბერხარა მითხარი. პოლიტიკოსი, ქართველი. თალი, კაცი. კაცი. პარტია რა ვიცი რაღაცა იქნება. რა ქვია, უფრო სამხედრო მილიციის სფეროში. კაი, რამე გვარში როგორ გაგონებს რა ის სიტყვა. ახალი. სფეროში კაცი. ჩემი სახელი. ბაჩო ახალაია. გავაგზელეთ, ხო ჩახმაკა. მსახიობი ჰოლივუდის ჩარლის ანგელოზებში თამაშობს, ქერათმიანი. კამერონ დიასი. ჩქარა. რუსთავი 2-ის ცნობილი წამყვანი, ერთ-ერთი შოუსი. რა მიყავს? რა მიყავს გადაცემა შეგიძლია გადაცემა მიყავს შოუ. სახელი უნდა ვთქვა მაშინ. ნუ თავისივე სახელობის ერთი არის ასათიანი და მეორე ნანუკა ჟორჟოლიანი. გავაგზელეთ. მსახიობი ჰოლივუდის. ჩქარა. ფილმი. ფილმი არ მახსენდება. კარგი, მიამსგავსე, კაცი თუ ქალია ეს. ქალია. და გვარს ხوارფერი გაგონებს რამე არსებული სიტყვა. stories. Stories? ხო, რაღაცა პირველი შეიძლება. არსებული სიტყვა, ოღონდ რაიმე. კარგი, გავიდათ რომ ეს არ თქვა ვინ იყო ჩაბრუნე იმ კალათში, არ თქვა, იმიტომ რომ შეიძლება სხვასაც ამოვიდეს. მშვენიერი შედეგია, მშვენიერი დასაწყისი, ძალიან კარგად მივდივართ წინ და გადმოვდივართ ახლა თქვენს წყვილთან. ქეთი დაიწყებს ახლა ახსნას, თქვენ მზად ხართ, მიხვდით პრინციპს, რაც ხდება და როგორც ხდება. მაშასე 2 წუთია კვლავაც თქვენს განკარგულებაში და წამზომი ჩაირთო. დავიწყოთ. აბა ვცდი. ხო. მსახიობი ჰოლივუდის ქერა ულამაზესი, ცნობილი ფეხი ფეხზე გადადება. ჩქარა. ფეხი ფეხზე დიახ. ვაიმე. მენ რაღაცა რომელიც დაფრინავს კაცი, რაღაცა ესეთი ბავშვებს უყვართ ძალიან, დაბადების დღეების ცენტრებშია, ცენტრებში ეძახიან. ჩქარა. სპაიდერმენი. დრო გავიდა ხო? ბეტმენი მანქანებად. სიშიკ. უფრო დროზე. ცნობილი, ძალიან უყვართ ეს წიგნი და ყველას გვიყვარდა ეს წიგნი. ცნობილი, როგორ არის სიშიკ ქართულად? ხო. ცნობილი, მაძებარი ადამიანი, კაცი. შერლოკ ჰოლმსი. დიახ. ქალბატონის ძალიან ცნობილი მომღერლის ქალიშვილი, ისიც ძალიან ცნობილი მომღერალია. ძალიან კარგი მომღერლის ქალიშვილია. ხო არ გახსენდებათ რამე სიმღერა? მინდვრაც დაგიჯერ პეპე. თუ გამოდგება მარა. ჩამოგაფარდა სახეზე. ჩქარა გოგა. არა. ქალიშვილი. დედა შეგიძლიათ დაუსახელოთ. ნანის ქალიშვილი, ნანის.
ნანი რეგვაძის ხალიშვილი გოგა ვიცი გოგა შევცვლი ეხლავე შევცვლი მეწყვილეს გვარს რაიმე სიტყვა მიამსგავსე არსებული სიტყვა მამალი გვარი მამალაძე კაცო რაიყვანა დრო ხო ნუ თან მაინც დროში შეზღუდულია შენი მეგობრის შვილია ძალიან ცნობილი მომღერალია მოსკოვში მუშაობდა ეხლა არ ვიცი შენი მეგობრის შვილი გავიდა დრო ეს არ თქვა ვინ იყო და ჩააბრუნე შენი მეგობრის შვილია მანანა თორე ეს ჩააბრუნეთ იქით კალათი კარგით მაშინ აღარ ჩააბრუნოთ და არც ახლა დავასახელეთ უკვე ვინ იყო შესაბამისად გამოსაცნო ფურცლებში არა ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ პირველი ტური არ წყვეტს და არ ცვლის არაფერს, ჯერ ყველაფერი წინ არის. დაწყნარდი და ნამდვილად ყველაფერი წინ არის. შევინარჩუნოთ. გადავდივართ მესამე წყვილთან, ნინო დაიწყებს ახლა ახსნას და ფატუნა გამოიცნობს. კლავაც 2 წუთია თქვენსგან კარგულებაში და წამზომი ჩაირთო. ცნობილი ქართველი ბალერონი ყველაზე კი მამა. ესა რა ქვია ყველაზე მაგარი ჰოლივუდის მსახიობი იტალიური წარმოშობის ალ პეჩინო კი ბატონო ხრინწია ხმიანი გიტარაზე მომღერალი ქართველი მომღერალი გარდაცვლილი ოთარამიშვილი კი ბატონო კარგია ესა რა ქვია ესპანელი წარმოშობის ძალიან სიმპათიური ამერიკელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი კი ბატონო ბანდერასი ქართველების ერის мама, წერალი, პოეტი, ეროვნული დემოკრატი გარდაცვლილი მე-19 საუკუნეში. ილია ჯავჯავაძე. კარგია, წავედით. ქარის წირსკვილებთან მებრძოლი სერვანტესის გმირი. კარგი, მივამსგავსოთ რაიმე სანჩო პანსას მეგობარი. დულცინი. არა, ვაიმე, პოესა. არ მახსოვს. არსებული სიტყვა კოხტა. მადონა კოხტა. აბა, რაიმე იქნება კიდე მოვიფიქროთ არსებული სიტყვა. სანჩო პანსა და დონა კოხტა. არა. კარგი, ამას ადვაბრუნებ. არა, ვერ ვაბრუნებ, სანამ არ გამოისმენს, იმიტომ რომ შეცვლის უფლება არ გვაქვს. კარგია, დავაკავშიროთ ახლა ეს. ხო, ანუ ეს არის. ცნობილი დონი. კოხტა. ნინომ. რაღაც აქსესუარითაც. ესა რა ქვია? ჩიხტიკოპი. კარგით, გავიდა დრო. არ თქვა ნინო ვინ იყო და ჩააბრუნე ეს კოხტა უკან კალათში. ახლა მე დამიბრუნეთ ეს კალათი თუ შეიძლება. მაკა უკვე მზად არის, წარმატებებს გისურვებთ და წამზომი ჩაირთო. ოპერის მომღერალი ქართველი ძალიან ცნობილი ბარიტონი. პაატა. რა ხო? ბურჭულაძე. ხო. დავაგრძელეთ. მსახიობი, აი, ყველაზე მაგარი ხმის ტემბრით გამორჩეული ძველი ჯარისკაცის მამა. ესა რა ქვია, სერგო ზაქარიაძე. ოჩახ, წავედით წინ. მაიკ ჯექსონი. მსახიობი ჰოლივუდის დიდი ტუჩებით. ხარა, ეხა აღარ უნდა მეტი ფიქრი. დიდი ტუჩებით. იმის ცალი, დიდი ტუჩები. ჩემი ბიჭის ცალი. ვაიმე ვერ ვიხსენე. რა სიძახი? კარგი, მიამსგავსე რაღაცა გვარს. ბრედ პიტის ცოლი. ანჯელინა ჯოლი. ხო. ნოდარ დუმბაძის 8 ტყვია 10 ცილა. კუკარაჩა. ხახნო! ვაიმე ეკა. პოლიტიკოსი. ეკა. შენო მითხარ, ნანუკა ჟორჟელიანი კი არა? მაია ასათიანი. ოიცადე. აი მე დედავ ჩემო. ამერიკის პრეზიდენტი. ხო. აუ რა ვიცი. არა. რეიგანი. სიმპათიური. სიმპათიჩნი. აბა მიამსგავსე, ასოციაცია რაიმე სიტყვა? ჭაღარათმიანი. გვარს ბილ კლინტონი. ხო. ოჩახ. მაგრამ დროც გავიდა. ეს ჩაპკი გავიდა. ეს ჩააბრუნა და ახლა გიორგის გადავაწოდოთ კალათი, იმიტომ რომ მომდევნო წვლილი დაიწყებს ახსნას. ძალიან კარგი. კი, რამდენი გამოიწვია. აბა გოგა, აბა შენ იცი როგორ ახსნი ახლა?
მზად ვართ? მზად ვარ. წამზომიც ჩაირთო. ორი ჩქარა. წუთია თქვენს განკარგულებაში. სერვანტესის გმირი. დონ კიხოტი? წისქვილებთან გავაგრძელეთ. ნებრძოლი. ჰოლივუდის ერთ-ერთი მსახიობი ქალი, რომელიც თავიდან პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშობდა და ეხლა ყველაზე ძვირადღირებული მსახიობია. ცოტათი ისე გადაღებულია ფილმში, სადაც სილამაზის კონკურსში იმარჯვებს და დეტექტივია და იქ რაღაცა იქ ბიზნესის თელი ამბავია და ხო. ძალიან ბევრ ფილმებში თამაშობს. რაღაცა სახელს, ოღონდ არსებული სიტყვა აუცილებლად. იცი და ერთ-ერთ მცენარესთან, ერთ-ერთ ძალიან ისეთ წითელ იმასთან, ბოსტნეულთან არის დაკავშირებული მისი გვარი. დაუსახელეთ ბოსტნეული. ბოსტნეული და ამის. აი ბოლოკი და სანდრა ბოლოკი. ბოლოკი, ხო. ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი. ობამა. ახლა აქეთ უიმე ისა ბარსელონას რომ ღეროდა და ესეთ მოდელობებს რო აკეთებდა. მომღერალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაცი. ქვინი. კი ბატონო. არა, თვითონ მომღერალი. გუფია ქვინი, ხო. უნდა დავასახელოთ. სატურნი რაღაცა კიდე გალაქტიკა. მერკური. ეს რა არის? ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ხალხის ინტერესებისთვის და დენისისთვის და ნათელაში. ხო, კი ბატონო. ეს არის ფეხბურთის ერთ-ერთი ჩვენი ძალიან ისეთი დიდი პიროვნება, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი დინამო სტადიონი. მესამე. არა. არა. არის გადაღებული პირველ მერცხალში ფილმში როგორც პერსონაჟი. ვაიმე. ერთ-ერთი აი ფეხბურთელების ის არის საფიანი. აი, ფეხბურთს რო არ უყურებ. კარგი, მივამსგავსოთ რაიმეს გვარი. ოღონდ არსებული სიტყვა გამოვიყენოთ, თუ რამე შესაძლებელია რომ მივამსგავსოთ. არა, კაცო, ვინც დაიწყო თავიდან, სულ თავიდან ვინც დაიწყო, ღოღობერიძემდე ვინც იყო და ისა გვარს ვერ ვიტყვი ახლა. არა, გვარი არ თქვათ და დროც გავიდა. ერთის არ ვიცი რა ქვია კაცო. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, რომელსაც კარგი, გავიდა. დატოვა დრო გავიდა, სამწუხაროდ დრო ფეხბურთის ფანებმა მაპატია. არა უშავს. არჩილვე ვიცი. კი, გეცოდინებოდათ დარწმუნებული. ეხლა გამოცვალო მეწყვილე თუ რა ხდება? გამოცვალე თანახმავა. კარგით, გადავინაცოთ ახლა ფატუნასთან. არა უშავს, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და მშვენივრად ართმევთ თავს პირველ ტურს. ახლა ფატუნა დაიწყებს ახსნას და ნინო გამოიცნობს. კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ შეგიძლია გამოიყენო რამდენი სიტყვაც გინდა და 2 წუთია შენს განკარგულებაში. წავიდა დრო. საოცარი პიანისტი, რომელიც ბრიტანეთში მოღვაწეობს და იგი არის ლეგენდა. სათვალეები უყვარს, სერიოზული კოლექცია აქვს საправების. კი ბატონო, ელტონ ჯონი. გავაგზავნეთ. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი? ბატონო, არა. არა, არ მოусმინე ჩვენი პრემიერ ენერგეტიკა უყვარს. ახლა კალაძეზე მეუბნები, ვიცე-პრემიერი უნდა გეთქვა მაშინ. ვიცე-პრემიერ მაპატიოს გავაგზავნეთ. ой, ეხლა იმყოფება, ანუ არ არის განთავისუფლებული ეს პიროვნება და იყო საქართველოს ერთ-ერთი ძალიან დიდი ძალების ვანო მერაბიშვილი. დიახ. კარგია, წავედით. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ძალიან მელანქოლიური, ძალიან ყვარდა ბევრი ქალი, სულ სვავდა და იყო რუსული, ესეთი ასე ვთქვათ, ვისოცკი? არა, არ იყო მომღერალი და არც მწერალი იყო. ეს იყო ესეთი რომელიც იმის შემდეგ აღიარებული იყო სექს სიმბოლოდ და ქალები გიждდებოდნენ მასზე და ძალიან ცუდად გარდაიცვალა. იგი იყო ამათხოვრად იყო შემდეგ რუსი კი. მივამსგავსოთ რაიმე ძალიან მაღალი, ძალიან დიდი, ძალიან ბევრი წვერით. ესეთი ბევრი ისა დაიწყე ეგრე კაცო, იმაზე იძახი რასპუტინზე. მე დაგეწყო რუსეთის ისა, შენ მე მეგონა ხა ვიღაც პოპუარსკავზე მეუბნებოდი, ისეთი ის ახლა კვაჭანტირის გმირი თქოგე. კარგი, გავაგრძელოთ. გაზვიადებული ტიპი არის, რომელიც არის თან აგრეთვე
ოკეი. გვარი აქვს გაზვიადებული, ზვიადაური. ხო, ოღონდ დიახ, ოღონდ პოლიტიკოსი ჩვენი ზვიადაურზეა. არ ვიცი ვინ არის. ნუ ყოფილი სპორტსმენი ახლა ზვიადაური. მაპატიეთ თუ მე დროც გავიდა. ოკეი, perfect. მაშ ასე პირველი ტური ესე მიუახლოვდა დასასრულს. მე მგონი ჩვენს მოთამაშეებს არ გაუჭირდათ პირველ ტურზე თავის გარცმევა და მშვენივრად ახსნეს და გამოისმეს ის პიროვნებები, რომლებიც შეხვდათ. პირველი ტურის შედეგად 13 ქულით მაკა და ბაჩო ლიდერობენ. მათ 10 ქულით მეორე ადგილზე მოყვებიან ფატუნა და ნინო და ჯერჯერობით 9 ქულა აქვთ გიორგის და ქეთის. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პირველი ტური როგორც წესი არ ცვლის არაფერს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი და მოთელვა, ასე ვთქვათ. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ბრუნდებით. ბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე მეორე ტურით. ახლა ჩვენს მოთამაშეებს მოუწევთ რომ გამოავლინონ ხატვის ნიჭი, ნუ მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში და დახატონ ისე როგორც შეეძლებათ. ახლა კალათიდან მაკა დაიწყებს სიტყვების ამოღებას და ეს სიტყვები მან ხატვით უნდა გადმოსცეს და როგორმე მიახვედროს ბაჩო თუ რა სიტყვა შეხვდა მას. ხმას არ ვიღებთ მაკა. ჩემ მამიდეს ვალი ზამბახიძის წინასწარ დიდ ბოდიშპორტი ვალი აკადემიის. აჰა, არა, ესე იგი გენებში გქონია ხატვის ნიჭი. კი, მაგრამ ნუ ნახოთ, გამოავლენ დარწმუნებული ვარ. წუთ ნახევარია თქვენს განკარგულებაში და ამჯერად თითოს ორი პასუხი უკვე 2 ქულის მომტანია თქვენთვის. 2 წუთი უკაცრავად. ინტერესოა. დავიწყეთ. კამათელი. კამათელი, გამოვიცანით პირველი. მოიცა, ამაში დრო მიდის და კარგი, თუ გინდა სხვაგან დახატე და არ წაშალო. აჰა, მოიცა, ვაიმე. არავში. ვაიმე. ტაფა? აჩახ, გავაგრძელეთ. ეს რა არის? მოიცა. ვაიმე. აი. აბა. აბა რა შეიძლება იყოს? აი, უყურე. აი. რა არის არ თქვა ოღონდ რას ხატავ? ხო. უყურე. ნაკი. Yes. ოჩაღ მაკა. შვენიერი ნიჭი გქონია მაკა ხატვის. ვინას გასი? გრუბე. აი, ხო მიხდით. აბა, ბაჩო, რა არის შენი აზრი? აი, სადღა გაუგა. სპილო. დავაცადოთ. აი, არ იცლება ბაჩოს, რომ ბაჩო მიხვდეს. აუ, ეს არა და დავშალოთ რა გავიხდი. კარგი, მოდი წავშალოთ. მე წაგიში. მიდი? ადგილი აღარ არის. აი, ეს როგორ უნდა დავხატო? აბა, როგორმე ვეცადოთ. ნუ აი, არ ვიცი. აჰა, რა ვხატავ. აბა, მაკა, მოასწარე. აუ, არა, არ გამოვა, ნუ ეს არაფერს არ გავს. კარგი, დრო გავიდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად გააჩვი თქვა რა მაკაცავი. არ თქვა და ჩადე კალათში. ფატუნა და ნინოს წყვილი იწყებს ახლა ახსნას და გამოცნობას. ფატუნა დაიწყებს ხატვას, თითოს ორი პასუხი იქნება 2 ქულა და მოდით ჩავრთოთ წამომი და ნახოთ ფატუნა როგორ გაართმევს თავს დავალებას. პირველი სწორი პასუხი. ტორტის ანთლებით? თუ რა არის ეს? აბა. შანდალი? კარგია, გავაგრძელეთ. ოკეი. და ნუ აქ შეგვიძლია რაღაცა გქონდა და სხვანაირი რა თქვით ხო? ფატუნა არ ილაპარაკა, ოღონდ მხოლოდ ხატე და ნინა ხმასმენს.
საწუნა ძალიან შეასრულა სერიოზული ნახატი ფაქტიურად. ეს რაღაცა DVD პლეიერი თუ რა არის? და დავაწეროთ პალი. ტელევიზია. ეგ ტელევიზორი. არა, you can search. ფატუნა არის პულტი? შეიძლება. ხოლოდ ხატოთ. კომპიუტერი. გავაგზავნე. ესეთი კომპიუტერი სად გინახავს? სად? რატო არ მოგწევს? ძველი თაობის. და დროც გავიდა. გიორგი და ქეთის წვილის დრო დადგა. გიორგი დაიწყებს ახლა ხატვას, ქეთი შეეცდება რომ გამოიცნოს და წამზომით ჩაირთო. დავიწყოთ. წიგნი? არა, კმწერია. აბა. იგივეს ხატავ ახლა. ვერ მივხვდი რა. ამაზე უნდა გაამახვილო ყველა. რა არის ესა კაცო? აბა რა მეიდეა ხო არა? და კონკრეტე აბა. აი რაღაცა მნიშვნელოვანი სიტყვის. მეც ვერ მივხვდი. ზღვა? ეტიკები აუცილებელია ესე. ეტყობა აი რაღაცა ეს არის დატვირთვა. რა არის აუცილებელი? აი აქედან გაყრილი, აქედან გამოყრილი, აქედან გაყრილი. სიტყვიერად ნუ უხსნით თუ შეიძლება ხატოთ მხოლოდ და ხმა არ ამოვიღოთ. ფეხსაც მე დავხატო და მე რა. თასმა? აი რა არის ეს აკეთე? ნუ საერთოდ არის ის ამ ადამიანმა ხატვა ეს საერთოდ. რა არის ახლა? ამით კეთდება. ვიცი კეთდება. თუ შეიძლება სიტყვიერად ნუ რაფერს ნუ დავამატებ, მე ნუ მინიშნებს და ნუ მციდაძაფი? სახსნას. მე მციდაძაფია? თუ რა არის? ეს დავახმარე. ზოგი არის ესეთი. რაიმე? ვერ მივხვდი რა. და კონკრეტულად რა კიდე. თუ თქვი ახლა რა არა, არ გამოვიდა? ვთქვათ არავითარ შემთხვევაში და დროც გავიდა სამწუხაროდ. ვაიმე. ახლა გავცვალეთ როლები, შესაბამისად ბაჩო დაიწყებს ახლა ხატვას და მაკა შეეცდება გამოიცნოს თუ რას ხატავს ბაჩო. კვლავაც 2 წუთია მათ განკარგულებაში წავიდა დრო. მაგა. თუ რას ხატავს ბაჩო? აბა ვნახოთ რას ხატავს ბაჩო. აბა, კომბალი. წავიდა. მალადეთ, შენ გწოდნია ხატვა. აი. ой. ვაიმე, რა მართლა? დაიყო? კერდი. კერდი, კარგი, გავაგრძელე. ძალიან ცუდი გამომი. კარგი, სწრაფად აბა გავაგრძელე. სამაგიერო. რა უხერხულია. კიდე უცრი. ზვიგენი. ყოჩახმაკა გავაგრძელეთ. შვენივრად ხატავს კი ნამდვილად. სამთალი, არა? აბა. აი. ვისა, ბლაკი. ხო. ესე და როგორ უნდა დავხატო? ხო, აბა. დარიგნეტა. აბა მაკა. ურნა? კარგი, სხვანაირად შეგიძლია დავუხატო. დააბრუნე ახალი. არა, სხვა ვერ ამოიღებ, ესევე უნდა. ეს უნდა დახატო, ოღონდ რა სხვანაირად. ეს უკვე აღარ ვიცი როგორ დავხატო. რავე, მოდი. თავარი არ დაწერო. აი, აქ. აბა, ვარძე? მეორე.
ჩაითვალა. არა, საწუხარო. ახლა ქეთი და გიორგი დაიწყებენ თამაშს. ამჯერად ქეთი გამოსდის საკუთარ თავს ხატვაში და წამზომი ჩაიქთო. მე ეს რა იყო ხო? ვაი მე დედა. სიტყვიერად არაფერი არ ვუთხრათ, არ არც ხელით, მხოლოდ ხატოთ. თქვენ თუ რამე იდეა გაქვთ, შეგიძლიათ გაასახელოთ. ასეთიც არის. სიტყვიერად ნუ ეხმარებით, თუ შეიძლება დავხატოთ მხოლოდ. ელქანია თუ რა? არა. ასეთიც. მრავალფეროვანია, როგორც ჩანს ეს. კარგი, თუგია თავიდან ვცადოთ. ანუ ამას ვერ დავხატავ, ხა არ არსებობს არასოდეს. ვერასოდეს ვერ დავხატავ. როგორც აი რაღაცა დაართული, არა, აი ამას ვერ დავხატავს ამას. ხა აქ. რაღაცა დეტალები რო დავხატოთ, რაც შეიძლება რომ ასოციაციურად დააკავშიროს. ანუ რისთვის იყენებენ, ან რაში გამოიყენება, ან ასე შემდეგ. თქვენ არ გაქვთ არანაირი იდეა? არა, აი ამ ნახატთან ახლა პიკასოს ვერ ვამსგავსებ და რაღაცა ისეთია და ასე რაღაცა მიერთებულია. არა, ხო, მიერთებულია. მიერთებულია და ფორმა მაინც მიეცი რაღაცა ისეთი რომ მივხვდი. მეცოდი წუთით. აბა. ანტენა. ლარნაკია ყვავილების თუ რა? ლარნაკი არ არის როგორც ჩანს. დავამთავრე? ანუ აი თორე რუპორი. აი როგორ უნდა დამეხატა რუპორი? აი განახო როგორ. აბა როგორ უნდა დამეხატა რუპორი? მე არ დავხატე. ესეთი. ხო დავხატე. ესეთი. აი დავხატე რუპორი. ხმა. ხმა გამოიცემოდა, ალბათ ბგერები. ხო, აბა რა. კარგი, დავიკავოთ ადგილები და ნინო მოემზადოს. რუპ და ორი დაგეხატა და მივხვდებოდი. წამზომი ჩაირთო. მოგოგი. ძაანაცადე, ხა. აი. გველი. Yes. გავაგრძელეთ. არ გამიგიარებ. ანკესი. Yes. გამოვიცანით, წავედით წინ. ხე. დამაცადე. ბუჩკი. არა. ხე, ხო. ნინო, ხოლმე ხატოთ. აბა ფატუნა რამე იდეა თუ გაქვს? კოდალა? არა. ფუტკრის კა? არა, ნუ ოკეი, არ ვიცი, ვერ მივხვდი. ეს რა? ციყვი? ბელეჩკა, ბელკა. და ხტება თუ მოძრაობაშია თუ როგორ გამიგო გავკიში. ეს ხისა ნათალია, არა. ანუ ხრელები სახლი, რომელშიც შედის, ოკეი. და გამოდის. კიდე შედის. რა ქვია მე ამ? თქვა მე მგონი. თქვა, კარგით. თუ მოვასწარით. აჰა. აი მეორე ტურიც ასე მივახოდა დასასრულს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იწუწუნეთ, რომ არ ვიცით ხატვა და არ გამოგვივა, მე მგონი მშვენივრად გაართვით თავი. მეორე ტურის შედეგებით 16 ქულით კვლავაც მაკა და ბაჩო ლიდერობენ. 14 ქულა აქვთ ნინოს და ფატუნას და 4 ქულა აქვთ
საწუხაროთ, მხოლოდ გიორგის დაკეთის, თუმცა თქვენ გასაგონად განსაკუთრებით ვიტყვი, რომ მესამე ტური არის პანტომიმა, მოგეხსენებათ. ამ შემთხვევაში ცოტა ხნით დამუჯება მოგიწევთ და მხოლოდ მოძრაობებით უნდა აუხსნათ ის პიროვნებები, რომელიც პირველ ტურში გამოვიცანით და როგორც წესი, მესამე ტური ძალიან ხშირად ცვლის ხოლმე ყველაფერს და განსაკუთრებით სახალისო. ასე რომ დარჩით ჩვენთან, უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტ წყვილს და ჩვენ სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ გადამწყვეტი ტურით დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პალიტრატივის ეთერს უბრუნდება გასართობის შოუ მიმიხვდი და დავბრუნდით მესამე და გადამწყვეტი ტურით. სწორედ ეს ტური ალბათ შეცვლის ყველაფერს და გამოავლენს კიდეც დღევანდელი თამაშის გამარჯვებულს. თუმცა სანამ გადავიდოდეთ მესამე ტურზე და უფრო დეტალურად ავუხსნიდეთ ჩვენს მოთამაშეებს მესამე ტურის წესებს, მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ რა მდგომარეობაა ორი ტურის შედეგად და ვინ ლიდერობს ამ დროისთვის. 29 ქულით ლიდერობენ მაკა და ბაჩო. 24 ქულა აქვთ ფატუნას და ნინოს და ჯერჯერობით 13 ქულა აქვთ ქეთის და გიორგის. დიახ, თარსია, თუმცა მისთვის როგორ პრინციპი. მოკლედ, მესამე ტური როგორც გითხარით, ცვლის ყველაფერს. ახლა თქვენ ცოტა ხნით უნდა დამუჯდეთ. პრინციპში მეორე ტურშიც ესე იყავით დაახლოებით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად. მხოლოდ უნდა გამოიყენოთ მოძრაობები, ხელები, ფეხები შეგიძლიათ იცეკოთ. თუ რამე, რა ვიცი, რეკვიზიტი მოგეწონათ, ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ ამოიღოთ ხმა. მაკა და ბაჩო გამომდინარე იქიდან, რომ ორი ტურის ლიდერები არიან, შესაბამისად თქვენ დაიწყებთ ახლა თამაშს და თქვენვე გადაწყვეტეთ, რომელი ახსნით პირველი. კარგი, მაკა, მოდი მაშინ შენ. კალათს მე დაგიჭერ. ორი ქულა არის. სცენა არის აქ და ნუ სადაც მოგესურვება, შეგიძლია გამოიყენო. ორი ქულა ახლაც თითო სწორი პასუხი, წუთ ნახევარია თქვენს განკარგულებაში. დავიწყოთ მაშინ წამზომი ჩაირთო. უხმოთ. მე მიმონა. არა. უხმოთ. არა უშავს. გავაგზავნეთ უბრალოდ ხმა არა მოვიღოთ. შენ კითხე ქალი. ქალია მკერდი. ეხლა შეგიძლია კითხო ქართველია თუ არ არის ქართველი და ასე შემდეგ. ანუ ქართველი შენ გაიგე რა შეება რა პროფესიას არიქნებ ბიანიშნა როგორმე. სარაფია. მომღერალია. არ არისო მომღერალია. რეკვიზიტი შეგიძლია გამოიყენო რაიმე. წამყვანი. აბა ვინ ამოვიდა წამყვანი ხომ და გაიხსენო. ქართველი წამყვანი ნუკა ჟორჟოლია. გავაგრძელე. რაღაც ეს. ხო და ანუ მაიკ ჯექსონი. აბა. დაიწყე. კითხე. ქალი კაცი, ქალია, კაცია, მომღერალია, მსახიობია. ეს რას განიშნებს? ხო. აბა, იხდით ხო? ვერ მივხვდი. პოლიტიკოსია. აბა, გამარჯობა და დროს არ წუხაროთ. არა უშავს. ესე დავიწყეთ მოკლედ მესამე ტური და ამჯერად თქვენი დროა. მობრძანდით. წუთ ნახევარი და თითო სწორი პასუხი ორი ქულა. წავიდა დრო. აბა, არ ვიღებთ ხმას. ქალია? კაცი. ქართველი? აბა კიდე რაღაც დამახასიათებელი, აბა რამე დამახასიათებელი. ქართველი არ არის, ხო? მოდი ახლა პროფესია დავადგინოთ როგორმე. ხო. კითხეთ რაც დამახასიათებელი, რასაკეთ ღერის, მომღერალია? აბა გაიხსენეთ მომღერალი კაცი ვინ ამოვიდა? მერკური? არა? მაიცოდი. კიდე ვინ ამოვიდა მომღერალი კაცი? არ მახსოვს. კიდე რასაკეთებს ეს მომღერალი კაცი, ესე რა დამახასიათებელია? ასეთ დგას და მღერის კაცო? ლამაზია? ქართველი არ არის? უცხოელია. ასე იგი, სიმპათიური. სიმპათიური. უცხოელი. რომელი მომღერალი ამოვიდა კაცო? გავიხსენოთ ვინ ამოვიდა. აქ გიждდებიან? მე ვინ ამოვიდა? ეგეთი მომღერალი.
არ მახსენდება. ვინა მოვიდა. კიდე გააკეთე, აბა. უცხოელია, ხო? ой, ეხლა ცოტა დავიბენი. ვაიმე. მერკური არ არის, კაცო. აი, ძალიან ცუდად ხსნი რა. ეხლა მივხვდი მეც. რამე ვერსია არ გვაქვს? ვერანე. კარგი. სამწუხაროდ დრო გავიდა. ეკლესიაში იყო. ბანდერასი. ბანდერასი. ბანდერასი ფეხბურთი რა შუაშია, გოგა. რას ლაპარაკო? საფრთხედი, ხა არ გამაბრაზო რა. ესე იგი აბსოლუტურად ცუდად ახსენე. რატო? იმიტომ. და წავაგებ. რა მექნა ახლა? ქვეყანა გავაკეთე და ისა. არა, რა ქვეყანა გავაკეთე. კარგი, ფაწმა მზად ხარ? მოდი ჩემთან მაშინ. ეს ფურთულია. ხო. აბა, წუთ ნახევარი კლავაც ხმას არ ვიღებთ და წამზომი ჩაირთო. სახიობი. ნინო, რაც დაგაინტერესებს ყველაფერი შეგიძლია. კოვბოი, სახიობი, ეს არა ვქო ფილმი. დონ კიხოტი? აჰა. შენ რო ვერ გამოიცანი ფერო მე. ხო, მე რო ვერ. ხარა, მიდი. ეკაბესელია? პოლიტიკოსი. გაჩვენებდი მაშინ. არა, პოლიტიკოსია? პოლიტიკოსია, ქალია, კაცია. ისა რა ქვია? ბილ კლინტონი? არა. ჩვენი? შალვა ნათელაშვილი? აბა სხვა ბინა მოგვივიდა. კახი კალაძე. ეს. ფეხბურთელის გეჩვენებია და უცებ მიხვდებოდი შენ კიდე პოლიტიკოსი და ფეხბურთი. მოკვდა უკვე. ჭაბუკიანი. ქალია, კაცია. კაცი და ისა რა ქვია? სუნი დუხი რა. კარგი, გავიდა დრო, არ თქვა ვინ იყო ეს ჩააბრუნე. ახლა ვცვლით კლავაც როლებს, შესაბამისად ეს ფლანგი ახსნის ასევე უხმოთ, იმიტომ რომ რჩებით მესამე ტურში და თქვენ გამოიცნოთ. პრინციპი იგივეა, ისევ შეგიძლიათ კითხოთ, რაც დაგაინტერესებთ, მაგრამ თქვენ ხმა არ ამოიღოთ. ბაჩო, მზად ხარ? აბა, სამზომი ჩაირთო, დავიწყეთ. ხმა არ ამოიღოთ. კაცი, ხალი. კაცი. ხმა თողოთ მიდი. კაცი, მსახიობი, პოლიტიკოსი. აბა გაიხსენე მაგა პოლიტიკოსი გავიგე, კი, ამოვიდა წეღან? აუცილებლად ვანო მერაბიშვილი არა. კახი კალაძე არა. ნათელაშვილი. გავაგრძელეთ, ეს აქ არ ჩააბრუნო, აბა უცებ. კაცი. კაცი, პოლიტიკოსი. წერალი. ამოვიდა წეღან? ილია ჭავჭავაძე. ვარცხნილობა, გავაგრძელეთ. სპაიდერმენი. ოჩახ, წავედით წინ. კაცი. ხალი. ჯენიფერ ლოპესი. ბიონსე. შაკირა. ანჯელინა. მერლი მონრო. ხარი. გავაგრძელეთ. აბა. კაცი. კაცი. ფეხბურთელი. არა მოსულა. კი, ამოვიდა. ამოვიდა ბორის პაიჭაძე. ოჩახ, მაგა კარგად დაგიმახსოვრებია ყველაფერი. მომღერალი. კაცი. ხალი. კარგი, ეს არ თქვა ვინ იყო და ჩააბრუნე უკან. მშვენიერი შედეგია. კეთი.
აბა მე დაგიკავებ თუ გინდათ ძალად. ჩაირთო წამზომი, ქეთი დაიწყებს ახლა უსიტყვოდ ახსნას. ოი არ უნდა. აბა კითხეთ, ქალი. დაგაინტერესებს? ქალი. მამალაძე. აჩა, გავაგრძელეთ. ციხეში იმყოფება ახლა? პოლიტიკოსია? მერაბიშვილი? ბაჩო ახალაია? გავაგრძელეთ. რატო ხუჯაძე? მე მგონი უკვე ვეწევით ლიდერ წყვილსაც. აბა. ქალი. აბა გაიხსენეთ. კითხეთ თქვენ რაც დაგაინტერესებთ და ქეთი შეეცდება რომ დააგეთახოთ ან უარყოს. მერლინ მონრო? აბა გაიხსენეთ. ქალი მომღერალია? დიზაინერია? ლამაზია. კი, მაგრამ ვინ არის? რა სფეროშია? მსახიობია? სანდრა ბალოკი? ქართველია? ლამაზია. ტუჩები. კარგი, გავიდა დრო სამწუხაროდ. და ბოლო წყვილი, რომელიც დაიწყებს თამაშს, სამჯერად ნინო გამოავლენს თავის სამსახიობო ოსტატობას და შეეცდება რომ ესე უხმოდ და მხოლოდ მოძრაობით მიახვედროს ფატუნა თუ ვინ წერია ფურცელზე. ნინო თუ მზად ხარ, წუთ ნახევარია შენს განკარგულებაში და წამზომით ჩაირთო. ვარ მზად, მაგრამ სპორტზე. აბა. მსახიობია. ქალია. უშეროსტოვანი. ცხვრის ოპერაციას გაკეთე. ბოქსიორია. და სახეში არ ტყავენ. არა. დამუწებირი. აბა ფატუნო, კითხოთ რაც დაგვაინტერესებს. ლამაზი, მაღალი, ქალი, მოდელი. არ არის მოდელი, მსახიობია. მოკლედ მაქვს შეჭრილი, მოკლედ ქერა. დიდი ლამაზი ტუჩიები აქვს. მერლინ მონრო არ არის. ცხვირი არ აქვს. კარგი. არ აქვს, მოსლე კარგი არა. კეხიანია. ფერნავაიტე. აი ეს რას ნიშნავს შემში? არა, სიტყვით ვერ ვეწყით, სამწუხაროდ. კეხიანი ცხვირი აქვს, დიდი ცხვირი აქვს. გაკრატერა, პატარა, მაგრამ კეხიანი. არასწორად მისდის ფორმები. თან იცინის ხო? დგაიკეთოს. ოკეი, არ ვიცი რა ხდება. კარგი, გაიხსენე აბა მსახიობი ქალი, ქერა, მოკლედ მით. მოკლედ მით მერლინ მონრო შერონსტაუნი არის, ვინც ჩამოდნა თვალში მახსოვს და კიდევ ერთი იყო, რომელიც არ მახსენდება. რომელიც იყო კამერონ დიასი და სამწუხაროდ დრო გავიდა. კამერონ დიასი ეს რა ჭირს? ცხვირი აქვს მონგრეული და 9-ჯერ გატეხილი. ჩარლის ანგელოზები ვიდგეთ. აი ასე მივახლოვდა ჩვენი დღევანდელი მიმიხვდი დასასრულს. ძალიან კარგად გაართვეს თავი ჩვენს დავალებებს ჩვენმა მოთამაშეებმა და განსაკუთრებით რომელი ტური გაგიმარტივდა მაგა. იცი რა, ყველა ტურის წინ მქონდა ღელვა. აჰა. და აღმოჩნდა რომ არც ერთი. რა ვიცი, ალბათ უფრო აი ბოლო. აჰა, ძალიან კარგი. ხატვის მეშინოდა და ხატვაში წარმატებულია. თუმცა გაგირთულდათ რომელი? გართულებით არ ვიცი. მე მგონი ბოლო უფრო გამიწვდა და ახსნა მაგას. ნინო, შენ სიტყვე. მე მგონი ბოლო ალბათ ვერ ახსენი კარგად. არა, რატომ? შენ რასაც უბრალოდ ხო დროშის რასაც შეთქვა რა სიტყვით კი არის. იცით რა, პირველი ტური უფრო გამიადულდა საერთოდ ესე და ნახატები გამირთულდა. აჰა. მეც ნახატები გამირთულდა ძალიან. ასე თუ ისე მეტნაკლებად ძალიან კარგად ჩაიარა ჩვენმა დღევანდელმა თამაშმა და დროა იმისა რომ გამოვავლინოთ დღევანდელი თამაშის ყველაზე მიხვედრილი წყვილი და წყვილი რომელიც უკვე ნახევარ ფინალში ასევე ყველაზე მიხვედრილებს კიდევ ერთხელ ეთამაშება.
43 ქულით დღევანდელი მიმიხდის გამარჯვებულები გახდნენ მაკა ზამბახიძე და ბაშა სანა. ესე იგი სიმღერის გარდა თუ კიდე რამეში გამარჯვეს. აი ესე მშვენივრად მიხვედრილის სტატუსიც მოიპოვეთ. გელოდებით ნახევარფინალურ ტურში. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს თამაშში და იმედი მაქვს რომ სასიამოვნოდ გაატარეთ დრო. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც იყო ჩვენთან ერთად და გულშემატკივრო და ფავორიტს. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობით და მომდევნო პარასკევს უკვე ახალი წყვილებით ბრუნდებით.